მეგობრებო, მოგესალმებით. დღევანდელი ჩვენი საჯარო ტაროს სეანსის თემა იქნება, საჯარო გაშლის თემა იქნება აპრილის თვის ფინანსები. როგორ განვითარდება თქვენი ფინანსური საქმიანობის სფერო, თქვენი ფინანსური ცხოვრების სფერო, კონკრეტულად აპრილის თვეში. გვექნება სამი ვარიანტი, ტრადიციულად, პირველი, მეორე, მესამე ვარიანტი, შეგიძლიათ უკვე ჩაიფიქროთ ვარიანტები, ან მოისმინოთ სამივე ვარიანტის პროგნოზები, თუ გიჭირთ არჩევანის გაკეთება და უკვე ამ სამივე ვარიანტიდან ამოკრებილი ინფორმაციის, პროგნოზების სინთეზი თქვენს მიმდინარე ენერგიებთან, მიმდინარე ცხოვრების, ფინანსური ცხოვრების თემებთან უკვე მოახდინოთ თავად თქვენ. გაშლას გავაკეთებ ესეთი ულამაზესი ტაროს დასტით, რომელსაც თქვენს თვალწინ გავხსნი და გავააქტიურებ სტიქიებით, გავააქტიურებ კონკრეტულად თქვენთვის, ჩემო მეგობრებო, ჩემი აქტიური გამომწერებისთვის, ჩემი მსმენელებისთვის, ასევე თქვენთვის, ვისაც ესეთ რენდომ შემთხვევითობის პრინციპით შემოგხვდებათ თქვენს newsfeed-ზე, თქვენს სოციალურ ქსელებში აღნიშნული გაშლა, შესაბამისად, ვისაც შემოგხვდებათ ეს, ასე ვთქვათ, ვიდეო ჩანაწერი, ესე იგი, ეს შემთხვევითი არ არის, ეს ინფორმაცია, ეს პროგნოზები არის განკუთვნილი თქვენთვის, შესაბამისად, ჩემი რჩევა იქნება მოისმინოთ, გააკეთოთ არჩევანი ვარიანტებთან მიმართებაში, მოისმინოთ ვიდეო პროგნოზები და რა თქმა უნდა, გაითვალისწინოთ სამომავლოდ თქვენი ფინანსური ცხოვრების სფეროში. შემთხვევით, როგორც წესი, არაფერი არ ხდება და ყოველთვის ყველაფერი ხდება რაღაციდან გამომდინარე. შეიძლება ეს იყოს სამყაროს მინიშნება, შეიძლება ეს იყოს მფარველი ანგელოზის მინიშნება, თქვენი უმაღლესი მეს, თქვენი ქვეცნობიერიდან მესიჯები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ვისაც რისი გწამთ და გჯერათ, შესაბამისად ინფორმირებულობაც იმ წყაროდან მოდის, ეს ზოგადად ესეა. და მოდით ვნახოთ, გავააქტიუროთ დასტა ცეცხლის სტიქიით აპრილის თვის ფინანსებთან დაკავშირებით, საჯარო გაშლის პროგნოზები და ასევე ჰაერის სტიქიით პროგნოზები საჯარო გაშლის თემაზე აპრილის თვის ფინანსებთან მიმართებაში. გვექნება სამი ვარიანტი. პირველ რიგში ამოვიღებ ვარიანტების სიგნიფიკატორებს და შემდგომ განვავრცობ თემას. პირველი ვარიანტი აპრილის თვის ფინანსები თქვენთვის, ვინც აირჩევთ პირველ ვარიანტს, მეორე ვარიანტი აპრილის თვის ფინანსური ენერგიები და მესამე ვარიანტი აპრილის თვის ფინანსური ენერგიები, სიგნიფიკატორი. იმედია, სამივე არკანი კარგად ჩანს. პირველი ვარიანტი, მეორე და მესამე ვარიანტი. შეგიძლიათ დააპაუზოთ ვიდეო, შეგიძლიათ პირდაპირ დაიწყოთ მოსმენა და მე დრო რო აღარ დავკარგო, დავიწყებ პირველი ვარიანტის სიგნიფიკატორის გახსნით. რატომღაც ეს არკანი უკუღმა იყო. უკუღმა ესე, რატომ არ ვიცი, საინტერესოა. აქ ჩვენ ვხედავთ საკმაოდ ისე მძიმე სურათს. პირველი ვარიანტი, ვინც აირჩიეთ, შესაძლებელია ცხოვრების ამ ეტაპზე იყოთ გარკვეული პროცესის, ან გარკვეული თქვენი მიმდინარე პერიოდის დასასრულისკენ, მიდიოდეს ყველაფერი რაღაცის დასრულებისკენ და რაღაცის დასაწყისისკენ. აი სადღაც შუაში როა ადამიანი, რაღაცა რო სრულდება და ეს დასრულება ვერ ვიტყვი რომ მაინც და მაინც უმტკივნეულოა, პირიქით შეიძლება წარსულიდან მოყოლებული დღემდე თქვენი ფინანსური ცხოვრების სფეროში გარკვეულ დანაკარგებზე გახვედით, ის თქვენი მოლოდინები, იმედები, გეგმები, რაც დასახული გქონდათ, ის რესურსები, რაც ჩადეთ თქვენი კონკრეტული საქმიანობის სფეროში, იმისთვის, რომ ის სფერო გამხდარიყო თქვენი შემოსავლის წყარო, ეს თქვენი იმედები არ გამართლდა, შესაძლებელია პარტნიორმა არ გაგიმართლათ, გიმტყუნათ, შესაძლებელია თქვენი იმედები, თქვენი გეგმები იყო ცოტა გადაჭარბებული, ილუზორული,
ან შესაძლებელია რაღაცა ჩანაფიქრი გქონდათ, ხო, აი სადღაცა წასვლა გინდოდათ, რაღაცის გაკეთება გინდოდათ და აი ამ წასვლაზე აგებდით თქვენს ფინანსურ გეგმებს, ხომ? აი ეს მდგომარეობები გაცრუდა. ყველაფერი არ წავიდა ისე, როგორც თქვენ ელოდებოდით, თქვენ გქონდათ იმედები და მოლოდინები და შესაბამისად ყველაფერი მიდის დასრულებისკენ. ახლა ყველაფერში რას გულისხმობ, ხო? ის ჩანაფიქრი, რაც გქონდათ, ისი არ წავიდა პროცესები, შესაბამისად თქვენ უკვე ხვდებით, რომ ეს ეტაპი, ეს კონკრეტული მონახაზი, შაბლონი ფინანსური ცხოვრებისა უნდა დაიხუროს, უნდა დასრულდეს, რაღაცეები უნდა განულდეს, თუ ვალებია, ვალები უნდა გაისტუმროთ, თუ რაღაცა კონკრეტული ურთიერთობები, ეს ურთიერთობები უნდა დაასრულოთ, უნდა გაარკვიოთ, ყველაფერი წერტილი დაუსვათ. რაოდენ მტკივნეულიც არ უნდა იყოს, როგორი რთულიც არ უნდა იყოს, თქვენ კარგად ხვდებით, რომ ეს ყველაფერი უნდა დასრულდეს, თუნდაც იმისთვის, რომ რაღაცა ახალი დაიწყოთ. რაღაცა გარდამავალ ეტაპზე ხართ, ხომ? ჯერ ყველაფერი ბოლომდე დასრულებული არ არის, თითქოს რაღაცა წერტილის დასმა აკლია ამ ყველაფერს და ამავდროულად ახალიც არ ჩანს, მაგრამ სადღაც შუაში ხართ. იცით, რომ რაღაცა დასრულდა, ანუ დასრულდება უახლოეს მომავალში და რაღაცა ახალი უნდა დაიწყოთ, ხომ? ის რაღაცა ნულოვან წერტილში ადამიანი ვერ გაჩერდება ცხოვრებაში, მით უმეტეს ფინანსების სფეროში, ფინანსების სასიცოცხლო დაუცილებელია, თუნდაც ელემენტარული საჭიროებებისთვის საწყის ეტაპზე, საჭიროებების დაგმაყოფილებისთვის და შემდგომ ცხოვრების გასაგრძელებლად, ხომ? ესე ვერ გაჩერდება ადამიანი, ესე გაშეშებულ მდგომარეობაში და სულ მუდმივად იმის განცდაში, იმედგაცრუების განცდაში და წარსულის ანალიზში თუ რა მოლოდინები ქონდა და როგორ არ გაუმართლდა. შესაბამისად, მოდით ვნახოთ აპრილში როგორ წავა აი ეს პროცესი, რომელიც ჩანს საკმაოდ ისე, ხომ, რაღაცა უსიამოვნო მდგომარეობა, რთული მდგომარეობა, სადღაც შუაში, ხომ? აპრილის თვეში პირველი ვარიანტისთვის, როგორ წავა ფინანსური ცხოვრება აპრილის თვეში. აპრილის თვეში ფინანსები. მე ვიტყოდი, რომ ისე არ წვიმს, როგორც ქუხს, ხომ არსებობს ესეთი გამონათქვამი. შეიძლება თქვენ გარკვეულწილად უფრო მძიმედ აღიქვავდეთ მოვლენებს, უფრო რთული, ვთქვათ, ემოციური ფონიდან გამომდინარე, ან გარკვეული წყენებიდან გამომდინარე. აპრილის თვეში ჩანს ამ მდგომარეობის ვითარების რადიკალურად შეცვლა, თითქოს მოვლენები რაღაცნაირად სწრაფად ვითარდება, რაღაცეები სწრაფად ეწყობა ერთმანეთზე, სწრაფი განვითარება ხდება, წინსვლის, პროგრესის, ვითარების შეცვლის, ყოველ შემთხვევაში ის მდგომარეობა, რაც ჩანს აქ არკან სიგნიფიკატორში, ფინანსური ენერგიების სიგნიფიკატორში, ეს მდგომარეობა ცალსახად იცვლება, როგორც ჩანს თქვენ მოახერხებთ აპრილის თვეში, რომ ამ ყველაფერს დაუსვათ წერტილი და აპრილის თვეში განაგრძოთ მოძრაობა, განაგრძოთ პროცესი. შესაძლებელია იყოს ვითარების სწრაფი ცვლილება, მოვლენები იმაზე სწრაფად განვითარდეს, ვიდრე თქვენ წარმოგიდგენიათ და ამ განვითარებაში შესაძლებელია დაგეხმაროთ ადამიანი, რომელიც ემოციურად ძალიან დიდი ემპათიით არის თქვენს მიმართ განწყობილი. შეიძლება ეს იყოს ცხოვრების თანამგზავრი, პარტნიორი, მეგობარი, ოჯახის წევრი, უფრო აქ მამაკაცურ ენერგიებს ვხედავთ, თითქოს მამაკაცი ამოდის აქ როგორც გვერდში მდგომი, ემპათიურად განწყობილი ადამიანი, რომელიც შესაძლებელია ფიზიკურად დიდად რაღაცა მატერიალურ დონეზე შეიძლება ადამიანი ისე ვერ დაგეხმაროს, მაგრამ სიტყვიერად, ემოციურად ისეთი თანადგომა გამოგიცხადოს ადამიანს, ისეთი მხარდაჭერა გამოგიცხადოს, რომ ბევრი რაღაცის გადახარშვაში, ბევრი რაღაცის თუნდაც იმ ნეგატიური ემოციების მონელებაში გადახარშვაში მოგეხმაროთ და კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებაშიც მოგეხმაროთ, მოძრაობის დაწყებაში მოგეხმაროთ, რომ გახდეთ უფრო აქტიური, უფრო ცოცხალი, უფრო მოძრავი და მიყვეთ მოვლენებს. და თქვენ წარმოიდგინეთ, რაოდენ გასაოცარიც არ უნდა იყოს საწყისი ენერგიებიდან
გამომდინარე, თვის ბოლოსკენ უკვე ჩანს, რომ რაღაცა ემოციურ კმაყოფილებას განიცდით, რაღაცა პირველი ნაბიჯი, პირველი დადებითი სულა თითქოს გაკეთებული გაქვთ. რაღაცა სურვილის ასრულება ჩანს, რაღაცა მიზნის მიღწევა ჩანს, ეს შეიძლება არ იყოს საბოლოო მიზანი, მაგრამ რაღაცა წინ გადადგმული ერთი ნაბიჯი იყოს აი ამ დიდ პროცესში, ერთი საფეხურის გადალახვა იყოს, რომელმაც მოგცეთ მეტი დინამიურობა, მეტი სიცოცხლისუნარიანობა და მეტი, ასე ვთქვათ, შემართება იმისთვის, რომ ადამიანმა გააგრძელოს გზა. ის უსიცოცხლო, ის ნეგატიური ფონი, რომელიც ჩანს დასაწყისში აი ამ არკანის სახით, პირველი არკანის სახით, რადიკალურად იცვლება და ამ ცვლილებაში გეხმარებათ კონკრეტული ადამიანი, რომელიც ემოციურად არის თქვენს მიმართ ძალიან დადებითად, თანაგრძნობით და ემპათიით განწყობილი და ამავდროულად თითქოს რაღაცა მოვლენებით სწრაფად ვითარდება. შეიძლება ეს იყოს მოგზაურობა, შეიძლება ეს იყოს საჰაერო ტრანსპორტით განსაკუთრებით მოგზაურობა, ან შეიძლება ეს იყოს დოკუმენტაციის მოძრაობა, ან მოვლენების ისეთი სწრაფი დინამიური განვითარება, როგორცაც შესაძლებელია არ ელოდით და ამ მოვლენების განვითარებას მოყვება ისეთი პროგრესი და ისეთი ცვლილებები, რომელიც მიგიყვანთ რაღაცა ერთი კონკრეტული მიზნის მიღწევამდე, ან იმ მიზნამდე რაღაცა ისეთ დადებით სულას გააკეთებთ, რომელსაც შესაძლებელია ეხლა არც კი ელოდით და არც კი ელოდებით. აი ასეთი განვითარება მოგცა, პროგნოზი მოგცა აპრილისთვის ფინანსურ ენერგიებთან დაკავშირებით. პირველმა ვარიანტმა დამიწერეთ თქვენი შთაბეჭდილებები, თქვენი ხედვები, ჩემო მეგობრებო, რა გენიშნათ, რა მოვიდა თქვენთან ახლოს, რა იყო თქვენთვის განკუთვნილი ამ პროგნოზიდან და საინტერესოა მართლაც უკავშირისთვის, ენერგობალანსისთვის, ვიდეოს ნახვადობისთვის, იმისთვის, რომ ბევრმა ადამიანმა ნახოს ეს ვიდეო ჩანაწერი, ვისაც სჭირდება და ვისაც აინტერესებს, რა თქმა უნდა, მათ მოვიაზრებ. და ამავდროულად თქვენს, ასე ვთქვათ, დაიცავთ ამით ენერგობალანს იმ, ასე ვთქვათ, ინფორმირებულობისთვის, რომელსაც მიიღებთ ჩემგან აი ამ ვიდეო ჩანაწერის მოსმენით. და ვნახოთ მეორე ვარიანტი, თქვენი მეორე ვარიანტის სიგნიფიკატორი ფინანსურ ენერგიებთან დაკავშირებით. ეს ძალიან დადებითი არკანია. აქ უკვე საერთოდ განსხვავებულ რადიკალურ ენერგიებს ხედავთ. თქვენ ვინც აერჩიეთ მეორე ვარიანტი, ფინანსურად საკამაოდ მყარ ბაზისზე, მყარ ფუნდამენტზე უნდა იდგეთ. აქ ჩვენ ხედავთ ისეთ ენერგიებს, ისეთ მოცემულობას, ან ისეთ ადამიანს, რომელსაც უკვე აქვს გარკვეული ბაზისი, დაგროვებული გარკვეული ენერგიები ფინანსურ არხში, ენერგიები, რომელიც მას აძლევს თვითკმაყოფილების შესაძლებლობას, საკუთარი კომფორტის ზონის კიდევ უფრო აშენების, კიდევ უფრო მეტად გაფართოების შესაძლებლობას, ადამიანი არის თავის კომფორტის ზონაში. ხომ თქვენ ერთი შეხედვით საწყის ეტაპზე გაქვთ ყველაფერი იმისთვის, რომ თავი იგრძნოთ სავსედ ფინანსურ სფეროში. მაგრამ შესაძლებელია ასეთ დროს, როდესაც ადამიანს უკვე პირველადი მოთხოვნილებები და საჭიროებები დაკმაყოფილებული აქვს ჭერი, აქვს ვთქვათ, მანქანა, აქვს მოგზაურობის შესაძლებლობა, აქვს რაღაცა ელემენტარული, რომ ასიამოვნოს თავის თავს და რაღაცა ვთქვათ, გაახაროს თავისი თავი, ამის შესაძლებლობა. ამის გარდა კიდევ ადამიანს შესაძლებელია ჰქონდეს ფინანსური მიზნები და ეს სრულიად ბუნებრივი და ნორმალურია და პირიქით მისასალმებელია. შესაბამისად, აქ ჩვენ ხედავთ ადამიანს, რომელსაც აქვს კარგი მდგომარეობა, სტაბილური მდგომარეობა ფინანსების მხრივ, მაგრამ შესაძლებელია ჰქონდეს გაფართოების ზრდის, ფინანსური ენერგიების ზრდის სურვილი თავის ცხოვრებაში და მოდით ვნახოთ რა გიგადით აპრილის თვე. რა შემოვა აპრილის თვეში თქვენს ფინანსურ არხში, თქვენს ფინანსურ ენერგიებში. აპრილის თვე. შესანიშნავია. შვენიერი თვე გელოდებათ, მეორე ვარიანტი ვინც აირჩიეთ, პირველ რიგში თქვენი შინაგანი ცეცხლი, თქვენი საოცარი დრაივი, თქვენი აქტიურობა, თქვენი ლიდერული, მენეჯერული უნარები ძალიან დაგეხმარებათ აპრილის თვის სწორად წარმართვაში, ფინანსების სფეროში. თქვენ აქ მთელი თქვენი შინაგანი
ასე ვთქვათ, ქარიზმით გაიბრწყინებთ აპრილის თვეში იმ კონკრეტულ საქმიანობაში, რომელიც თქვენი ფინანსური რესურსების წყაროს წარმოადგენს, საიდანაც შემოგდით, ასე ვთქვათ, ფინანსური ენერგიები. თქვენი ლიდერული, თქვენი, ასე ვთქვათ, მართვის უნარები ძალიან დაგეხმარებათ და ეცადეთ, რომ ეს მაქსიმალურად გამოიყენოთ. ამავდროულად აქ ჩანს გუნდური მუშაობის პრინციპი. აქ საბოლოოდ მაინც შრომის გარეშე ფონს ვერ გახვალთ. მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ ისეთი ქარიზმატული და ცეცხლოვანი ადამიანი ხართ, მაინც გარკვეული შრომითი რესურსის ჩადება ამ პროცესში აუცილებლად დაგჭირდებათ, თუმცა აქ არ არის საუბარი, რომ მაინდა-მაინც რაღაც ხელებდაკაპიცებულმა ფიზიკურად იშრომოთ, თავად თქვენ არა, აქ საუბარია უფრო გუნდური მუშაობის პრინციპზე. შესაძლებელია ეს იყოს ის კონკრეტული სამუშაო გუნდი, რომელსაც თქვენ ხელმძღვანელობთ და თქვენ უწევთ ხელმძღვანელობას, მენეჯერობას, ან შესაძლებელია თქვენც თავად ახართ ჩართული ამ პროცესში, მაგრამ გეხმარებიან ხომ არიან გვერდზე ადამიანები, რომლებიც ჩართულები არიან ამ შრომით პროცესში და შრომობენ თქვენთან ერთად. აპრილის თვე რაღაცა კონკრეტულ სიახლეს, ძალიან მნიშვნელოვან სიახლეს გააჭყერებს თქვენს ცხოვრებაში. ეს შეიძლება იყოს ახალი ადამიანი, დამწყები პიროვნება, რომელსაც მიიღებთ თქვენს გუნდში, ან ეს შესაძლებელია იყოს ახალი იდეა, ჩანასახის დონეზე არსებული იდეა, რომელსაც ან თქვენ შემოგთავაზებენ, ან თავად თქვენ გაგიჩნდებათ ესეთი იდეა, რომელიც ნამდვილად ღირს დაფიქრებათ. ან ასევე მესამე ვარიანტი არის ესეთი, რომ მოგიწიოთ მოგზაურობამ ან უცხოელ, ასე ვთქვათ, უცხო კავშირებზე გასვლამ, სადაც იქნება ბევრი სიახლე, ბევრი ახალი ადამიანი, ახალი კომუნიკაციები, ამას გარკვეული ქაოსიც ახლავს თან ამ პროცესს. ზოგადად შესაბამისად რჩევა ერთადერთი რაც შეიძლება იყოს ის, რომ რაღაცნაირად მაქსიმალურად ეცადოთ, რომ ქაოსი აირიდოთ თავიდან და გარკვეულ სტრუქტურაში, ჩარჩოებში მოაქციოთ ის პროცესი, რომელიც თან მოჰყვება ამ სიახლის გაჩქარებას თქვენს ცხოვრებაში. როგორც აღნიშნე, შეიძლება იყოს ახალი ადამიანი, ან იდეის დონეზე შესაძლებელია იყოს ეს სიახლე, ან თუნდაც მოგზაურობა, რაღაცა საქმიანი მოგზაურობა, უფრო ვიდრე რაღაცა უბრალოდ დასვენების მიზნით. ხომ ეს უფრო საქმიან მოგზაურობას გავს, სადაც შემოხვდებათ ახალი ადამიანები, სადაც ბევრი რამ შეიძლება ისწავლოთ, შესაძლებელია სასწავლო პროცესთანაც იყოს დაკავშირებული, რომელიც იქნება, ასე ვთქვათ, შორეულ გზებზე, რაღაცა მგზავრობასთან მიმართებაში კავშირში, სხვა ქვეყანაში მოგზაურობასთან კავშირში, მაგრამ ამავდროულად ეს შეიძლება იყოს საქმიანი და სასწავლო ვიზიტი, რომელიც გარკვეულ, ასე ვთქვათ, ახალ ფინანსურ არხებს გახსნის თქვენს ცხოვრებაში. ყოველ შემთხვევაში აპრილში ამის პოტენციალი ნამდვილად არსებობს, ასე რომ თუ გაქვთ ასეთი შემოთავაზება, ან ასეთი სიახლის შემოსვლის შანსები არსებობს თქვენს ცხოვრებაში, ეს ნამდვილად ღირს დაფიქრებათ და ამაში გარკვეული რესურსის ჩადებაც აბსოლუტურად მართებული იქნებოდა თქვენის მხრიდან. აი, ასეთი პროგნოზი მოგვაწოდა მეორე ვარიანტმა აპრილის თვის ფინანსებთან დაკავშირებით, ჩემო მეგობრებო, და მოდით ვნახოთ ბოლო მესამე ვარიანტი. რა ენერგიებს გთავაზობთ, რა განვითარებას გთავაზობთ თქვენ მესამე ვარიანტი ფინანსურ სფეროსთან მიმართებაში, თქვენი ცხოვრების ფინანსურ სფეროსთან მიმართებაში. და მოდით ვნახოთ, ეს არის თასების რაინდი. რამაზე ხომ არ ოცნებობთ თქვენს ფინანსების, ასე ვთქვათ, ფინანსურ სფეროსთან მიმართებაში ოცნებები, რაღაცა ესეთი, როგორ გითხრათ, აი ცოტა შელამაზებული ხედვები ხომ არა გაქვთ თქვენს ფინანსურ ენერგიებთან დაკავშირებით. ზოგადად ემოციები, რაღაცა ვიზუალიზაციები, წარმოდგენა თუ როგორ კარგად ვიქნები ამ თუ იმ, ასე ვთქვათ, საქმეში და ფინანსებთან მიმართებაში ეს ძალიან კარგია, მუშაობს. მაგრამ ფინანსებს ცოტა მეტი დამიწება უხდება. ხომ? იმიტომ რომ ფინანსები ეს ისეთი სფეროა ცხოვრების, სადაც მეტი სტაბილურობა, მეტი გათვლა, გაანგარიშება, ლოგიკური აზროვნება და მეტი მიწიერი ხედვა საჭირო, ვიდრე უბრალოდ ემოციები. ან შესაძლებელია აქ ჩვენ ხედავდეთ ადამიანს, მესამე ვარიანტს გულისხმობ, რომლის შემოსავლის წყაროსაც წარმოადგენს შემოქმედებითი საქმიანობა, ხატვა, წერა,
მუსიკის შექმნა, ხელოვანი ადამიანი, ხო, ისეთი, ან ძალიან ემპათიური ადამიანი, ისეთ საქმეში დაკავებული ადამიანი, რომელმაც ემპათიური, ასე ვთქვათ, თანადგომა, თანაგრძნობა უნდა გამოხატოს ადამიანების მიმართ, შეიძლება ეს იყოს ფსიქოლოგია, ფსიქოთერაპია, ზრუნველობითი დამოკიდებულება, ხო, ვისაც გაქვთ ადამიანების მიმართ და ამაში იღებთ ხელფას, ან ეს წარმოადგენს თქვენი შემოსავლის წყაროს. ასეთ ადამიანებსაც შეიძლება ვხედავ და მე ახლა ამ არკანში და მოდით ვნახოთ აპრილის თვე რას გთავაზობთ თქვენ მესამე ვარიანტს, ფინანსები, მესამე ვარიანტი. არაჩვეულებრივად დაიწყო გაშლა. შვენიერია. აქ ჩვენ ვხედავთ ძალიან დიდ კმაყოფილებას, სისავსეს და ძალას თქვენს საქმიანობაში, თქვენს ფინანსებში. შესაძლებელია იყოს ოჯახის მხრიდან თანადგომა, ან ეს იყოს ინსტიტუციური ისეთი საქმიანობა, როდესაც ადამიანი დასაქმებულია რაღაცა დიდ ორგანიზაციაში. ასევე შესაძლებელია აქ ჩვენ ვხედავდეთ, უბრალოდ მე ვუყურებდი ისეთ ადამიანებს, რომლებიც ეწევით სამასწავლებლო საქმიანობას. ადამიანებს, ვისაც ბავშვებთან გაქვთ ურთიერთობა, ან არა მხოლოდ ბავშვებთან, არამედ გიწევთ თქვათ ორატორობა, საჯარო გამოსვლა, ან მასწავლებლობა, ხო, ან სულიერი საქმიანობით დაკავებულობა, შეიძლება იყოს წეღან როგორც ვახსენე, ძალიან სწორად მიხსენები, ეს არის ფსიქოლოგია, ფსიქოთერაპია, სულიერი სწავლებები, გუნდური მუშაობა, დიდი ორგანიზაციები. აპრილის თვეში ყველაფერი მიდის ძალიან კარგად, სავსედ, არკანი მზე ამოდის. პირველივე არკანის სახით შესაძლებელია იმ საქმემ, რომელშიც ხართ დაკავებული და რომელიც თქვენი წარმატების, ასე ვთქვათ, თქვენი უпростоრეთ ფინანსური შემოსავლის წყაროს წარმოადგენს, ამ საქმემ თქვენ მოგიტანოთ საჯაროობა, ცნობადობა, რაღაცა ხალხის მასებში გაჟღერდეს თქვენი სახელი, რაღაცა უფრო გაფართოვდეს თქვენი საქმიანობა. ეხლა თუ შედარებით უფრო ვიწრო ჩარჩოებში ზიხართ, ან შედარებით მცირე მასშტაბებზე ხართ გასული, შესაძლებელია აპრილის თვეში მოვიდეს მეტი გაფართოება, მეტი საჯაროობა, მეტი ცნობადობა, შესაბამისად მეტი, ასე ვთქვათ, შემოსავალი. თქვენი შემოსავალი აპრილის თვეში შემოვა იმ შემთხვევაში, თუ თქვენ აი ამ მიმართულებით ჩადებთ თქვენს რესურსებს. ასევე თუ მაინც და მაინც ახლა ამ სულიერ სამასწავლებლო საქმიანობაში არ ახართ ჩართული და თქვენი ფინანსების წყაროს სხვა სფეროები წარმოადგენს, ამ შემთხვევაში აქ ესეთი რჩევა შეიძლება მოგცეთ თქვენ, რომ რა საქმესაც არ უნდა აკეთებდეთ იმისთვის, რომ თქვენი ფინანსური შემოსავლები გაიზარდოს, იმისთვის, რომ მეტი რესურსი მიიღოთ, იმისთვის, რომ სტაბილურდეს თქვენი შემოსავლები. პირველ რიგში საჭიროა, რომ ის, რასაც აკეთებთ, აკეთოთ სიყვარულით, იმიტომ რომ მზე ეს სიყვარულია, ხო? სიამოვნებითა და სიყვარულით. ადამიანს უნდა გიყვარდეს ის საქმე, რასაც აკეთებ. არა იმიტომ მუშაობ, რომ თვის ბოლოს ხელფასი დამერიცხოს, არამედ მე მიყვარს ეს საქმე, მე სიამოვნებს ამ საქმის კეთება და შესაბამისად იმიტომ ვარ ამ საქმეში და იმიტომ ვარ დაკავებული ამ სფეროში და იმიტომ წარმოადგენს ეს ჩემს ყოველდღიურ სამუშაო რუტინას, სამუშაო საქმიანობას. ანუ პირველი ეს რომ უნდა სიყვარულით აკეთოთ ის, რასაც აკეთებთ და მეორე არის ის, რომ თქვენი საქმიანობის პრინციპი უნდა იყოს დაფუძნებული მუდმივ განვითარებაზე, მუდმივად სწავლის პროცესში. შეიძლება თქვენ არ ხართ მასწავლებელი და მაინდა-მაინც სამასწავლებლო საქმიანობას არ ახორციელებთ, მაგრამ მუდმივად უნდა იყოს თვითგანვითარებაზე ორიენტირებული. ის რომ მე რაღაცა ვისწავლე, ავიღე დიპლომი და მე ვმუშაობ და აღარ დამთავრდა უკვე ჩემი სწავლა განვითარების საქმე და მე აღარ ვითარდები, იმიტომ რომ რაც უნდა მე ვისწავლე, ეს მიდგომა ამ მესამე ვარიანტში არ გამოდგება. თქვენი სამუშაო პროცესი უნდა იყოს პარალელურად თვითგანვითარებაზე ორიენტირებული. ამავდროულად, რასაც ისწავლით
თქვენი სამუშაო გამოცდილება იქნება, ეს თეორიული ცოდნა იქნება თუ პრაქტიკული გამოცდილება იქნება, ამავდროულად ეს ცოდნა უნდა გაუზიაროთ თქვენს თანამშრომლებს, თქვენს შემდგომ მოსულ ადამიანებს, დამწყებებს. ანუ სწავლისა და სწავლების პროცესი მუდმივად უნდა იყოს თქვენს საქმიანობაში, იმისთვის რომ მიაღწიოთ წარმატებას. ამავდროულად აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ გუნდურობის პრინციპი. აქ არ არის ის, რომ მაინც და მაინც ერთპიროვნულად ვითარდება ადამიანი. აქ გუნდი ჩანს. შესაბამისად, თქვენ შეიძლება ლიდერი ხართ, ან გახდეთ ლიდერი კონკრეტული სამუშაო ჯგუფისა, მაგრამ ჯგუფის გულისცემას, ჯგუფის სულისკვეთებას მუდმივად უნდა გრძნობდეთ. უნდა გრძნობდეთ თქვენს თანამშრომლებს, ვის როდის რას წყინს, ვის როდის რა უხარია. აი ეს დამოკიდებულება სერიოზულად წაგწევთ წინ აპრილის თვეში და მოგიტანთ მეტ მასშტაბებს და მეტ გაფართოებას, ხოლო თუ თქვენ აი ამ ენერგიებს გაატარებთ თქვენს ცხოვრებაში, არა მხოლოდ აპრილის თვეში, არამედ ზოგადად ეს შესაძლებელია გახდეს ძალიან კარგი დასაწყისი, საწინდარი თქვენი მომავალი, უფრო შორეული წარმატებისა, უფრო შორეული პერსპექტივებისა თქვენს ფინანსებთან მიმართებაში. აი ასეთი საინტერესო და განსხვავებული ვარიანტი მოგცა, პროგნოზი მოგცა მესამე ვარიანტმა. მე მგონი აქ უფრო მეტი ვთქვი, ვიდრე ეს მხოლოდ აპრილის ფინანსურ პროგნოზს შეეხებოდა. დამიწერეთ თქვენი ხედვები, თქვენი შთაბეჭდილებები ამ ვარიანტთან დაკავშირებით. ძალიან საინტერესოა ჩემთვის. ყოველთვის ვკითხულობ თქვენს კომენტარებს და ვცდილობ ხოლმე რომ შესაბამისი უკავშირიც გამოვხატო ხოლმე თქვენს კომენტარებთან დაკავშირებით. დასრულდა ჩვენი დღევანდელი საჯარო გაშლა. დაგემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე.